პარასკევს ირანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ბევრი ფიქრი არავის დასჭირვებია მის მისახვედრად, რომ ამის უკან ისრაელი იდგა. თელ-ავივი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ირანმა საკუთარი ბირთვული პროგრამა ზედმეტად განავითარა. საფრთხის აღმოსაფრთხებლად კი ახლო აღმოსავლეთის უძლიერესმა სამხედრო ძალამ სპეციალურ ოპერაციას 13 ივნის მიმართა. სახელწოდებით ამომავალი ლომი. ოპერაციის სამიზნე ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული ობიექტებია. პირველ რიგში კი გამდიდრებული ურანის მქონე საწარმოები. თეირანიდან 225 კილომეტრში მდებარე ნატანსსა და თავრისში. დარტყმები იყო სხვა ლოკაციებზეც, როგორიცაა ფორდო, ხორემაბადი, ისპახანი და თავად ირანის დედაქალაქი. დაღუპულია 20-მდე სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის ყველაზე გავლენიანი ჰოსეინ სალამიც, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მეთაური იყო. ასევე გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადეჰი, რომელიც სარაკეტო პროგრამებს კურირებდა. დაღუპულებს შორისაა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსიც. საბიზნეებს შორის იყვნენ ის მეცნიერებიც, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე ირანის მთავრობაზე მუშაობდნენ. მათ შორის ქვეყნის ბირთვული ენერგიის წამყვანი ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალ ომში შესვლა ასე ახსნა. ჩვენ ძალიან წარმატებული პირველი დარტყმა განვახორციელეთ ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ღვთისწყალობით მეცაც მივაღწევთ. ჩვენი სამხედრო ოპერაცია ამომავალი ლომი ისრაელის გადარჩენას ემსახურება და გაგრძელდება იმდენი დღე, რამდენიც საფრთხის აღმოფხვრას დასჭირდება. ათწლეულების მანძილზე თეირანის ტირანები ღიად ამბობდნენ, რომ ისრაელის განადგურებას სურთ და ამ გენოციდურ რიტორიკას ამყარებდნენ ბირთვული პროგრამის განვითარებით. ბოლო წლებში მათ გამოიმუშავეს საკმარისზე მეტი გამდიდრებული ურანი, რომლითაც მთელი 9 ატომური ბომბის შექმნა შეიძლება. ბოლო თვეებში მათ გადადგეს ნაბიჯები, რომელიც აქამდე არასოდეს გადაუდგამთ და თუ მათ არ შევაჩერებთ, ირანი შეძლებს ბირთვული იარაღის შექმნას ძალიან მოკლე დროში. ეს შეიძლება იყოს 1 წელი ან რამდენიმე თვე. ეს კი ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. 80 წლის წინ ებრაელი ხალხი იყო ჰოლოკოსტის მსხვერპლი ნაცისტური რეჟიმის გამო. უკვე დღეს ებრაული სახელმწიფო უარს ამბობს გახდეს ბირთვული ჰოლოკოსტის მსხვერპლი. ამიტომ ჩვენ დავარტყით ირანის ბირთვულ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას პირდაპირ გულში, ნატანსში. სამიზნეში ამოვიღეთ მათი მეცნიერები. ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი ისრაელს მტკიცე პასუხით მალევე დაემუქრა და საკუთარ სამხედროებს სრული თავისუფლება მისცა. ალი ჰამენეიმ თქვა, რომ რევანში მწარე და მტკივნეული იქნება. უცნობია ზუსტად რა გეგმა აქვს თეირანს, თუმცა ჯერჯერობით ისრაელიდან მათთან გაგზავნილი 200 გამანადგურებლის პასუხი მხოლოდ 100 დრონი იყო ისრაელის მისამართით. ამის პარალელურად თეირანში აფეთქებები დღის მეორე ნახევარშიც აქტიურად ისმის. ისრაელმა სამიზნეში ამოიღო ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები, გაანადგურეს ათობით რადარი და მოწყობილობა, რომელიც მიწა ჰაერის ტიპის რაკეტებისთვისაა განკუთვნილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თელ-ავივს დიდი გეგმები აქვს. ეს იყო ველური აგრესია კრიმინალის სიონისტების რეჟიმის მხრიდან თეირანის წინააღმდეგ, რომელმაც ბავშვები, ქალები, უდანაშაულო ადამიანები იმსხვერპლა. მათ შორის ჩვენი მეთაურები და მეცნიერები. ირანელი ხალხი და მისი ხელმძღვანელობა არ დადუმდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური და ძლიერი პასუხი მტერს ანანებინებს თავის სულელურ ქმედებას. ჩვენ ძალისხმევად ჩავდეთ მშვიდობასა და სტაბილურობაში, ჩვენი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის. ვაჩვენეთ ამის მზაობაც. ახლა კი გადამწყვეტად ვუპასუხებთ აგრესიას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ლეგიტიმურად დავიცავთ. მოვუწოდებ ირანელ ხალხს სოლიდარობის და ემპათიისკენ. არ მიაქციონ ყურადღება მცდარ ამბებს, რომელიც გავრცელდება მტრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით. გასულ ოქტომბერს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ ირანმა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილიც განეიტრალდა, თუმცა ახლა საქმე უფრო სერიოზულად გამოიყურება. სწორედ ამიტომ ისრაელმა თავდაცვის ზომებს მიმართა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად საჰაერო სივრცე აქაც დაკეტილია. მეტიც, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისრაელმა დიპლომატიური მისიები რამდენიმე დღით დახურა. ამ კამპანიის განმავლობაში ჩვენ გვექნება ფართო გზავნილები ჩვენი საზოგადოების მიმართ. უმნიშვნელოვანესი იქნება თავშესაფრების გამოყენება. იქნება ეს სახლში თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. წინგველის რთული და გამოწვევებით სავსე დღეები. ერთად ძლიერები ვართ და მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო. დილით საჰაერო განგაშმა გამაღვიძა. დილის 3 საათზე გავიღვიძე. ვინერვიულე და კარგად ვერ გავიგე თუ რა ხდებოდა. დარტყმა ირანზე ნაკარნახევია იმ საფრთხით, რაც ჩვენს წინაშე დგას. ეს სავალდებულოა, რომ უპირატესობა მოვიპოვოთ და არ მივუცეთ ირანს საშუალება მომავალში ისრაელს დაარტყას. ვფიქრობ, ეს კარგი შეტევაა და შვებას მგვრის ის, რომ ირანი ვერასდროს განავითარებს ბირთვულ პროგრამას.
ირანში ისრაელის დარტყმებს შოკი და საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოსახლეობას ფართომასშტაბიანი ომის შიში აქვს, ბირთვული კომპონენტები, თუმცა ამ დროისთვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით ქვეყანაში რადიაციის მატება არ შეინიშნება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყურადღებით აკვირდება დიდი წუხილის გამომწვევ მოვლენებს ირანში. სააგენტოს შეუძლია დაადასტუროს, რომ ნატანცის ობიექტი სამიზნეებს შორის იყო. ჩვენ ვაგრძელებთ ირანის ხელისუფლებასთან კომუნიკაციას რადიაციის დონესთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებთ კონტაქტს ჩვენს ინსპექტორებთან ქვეყანაში. ღაზაში გამანადგურებელი ომის ფონზე ახლო აღმოსავლეთი ახალ რისკებში აბიჯებს. ისრაელის ოპერაციამ ბევრს განუახლა შიში იმისა, რომ რეგიონში სამხედრო მოქმედებები გაფართოვდება. ირანი პასუხს ამზადებს, მას კი მხარს რეგიონის თუნდაც შესუსტებული ეგრეთ წოდებული პროქსი ძალები უჭერენ. ისრაელს კი გვერდით ამერიკა ჰყავს. დონალდ ტრამპი მართალია უარყოფს ოპერაციაში ჩართულობას, თუმცა იმას არა, რომ ყველაფრის საქმის კურსშია და არასოდეს დაუშვებს თეირანს ბირთვული შეიარაღებით.